ვიდეოში ვფიქრობ, რომ გვექნება ძალიან საინტერესო საკითხზე საუბარი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და დღესდღეობით არის ძალიან საინტერესო და საჭირო და აუცილებელიც კი. ეს არის უკავშირი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია წარმატების კუთხით პიროვნული განვითარებისა და ზოგადად ზრდა განვითარებისთვის. მაშინ დავიწყოთ. ახლა თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება კარგად გამოგვდის, ვთქვათ, პროგრამირება, ციფრული მარკეტინგი, რაღაცა სხვადასხვა მიმართულებები, როგორც მაგალითად, გაყიდვა, არ ვიცი, რაღაცა ზოგადად მარკეტინგი და რაღაცა სხვადასხვა ესეთი უნარები შეიძლება ფიქრობს ადამიანი რომ კონდეს. მაგრამ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ზუსტად უკავშირი, რომ მანამ სანამ კომპეტენტურ პირს არ დავეკითხებით და არ ვკითხავთ ზოგადად იმ სფეროში არსებულ კომპეტენტურ ადამიანს, თუ თქვა რამდენად კარგად გამოგდით თქვენ ესა თუ ის საკითხი, მანამდე შეიძლება თქვა რაღაც არარეალურ წარმოდგენებში იყოთ და ეს ძალიან გავს, აი მაგალითად, როგორც იყო ჯეოსტარში, მუსიკალური პროექტი რო იყო თავის დროზე და ადამიანები რო გამოდიოდნენ და რო ეგონათ რომ სიმღერა ძალიან კარგად ეხებოდა და ძალიან ასთანილი იყვნენ ამ რეალობას, ასე რომ ვთქვათ და ასე რო არ მოგვივიდეს, მოკლედ მნიშვნელოვანია რომ ვკითხოთ კომპეტენტურ ადამიანს, რამდენიმე ადამიანს, ვისაც ვენდობით და მოკლედ გარშემო ყოფ რამდენიმე ადამიანს, რამდენად კარგად გამოგდის ეს საქმე, რამდენად კარგად ვიცით და მისი აზრი, თქვათ, ამ საკითხთან დაკავშირებით. ვიღაცა მაგალითად გიორგი მაგალითად ზურა, არ ვიცი, გვეტყვის რომ რაღაცა ეს მაგალითად კარგად გამოგდის. ის კარგად გამოგდის, მაგრამ ეს ამაში მაგალითად რაღაცა დახურვაში ვერ ახარ მაინც და მაინც ეფექტური ან რაღაცა შესვლის სტრატეგია არ გივარგა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა უნარის განვითარება და სწავლა შესაძლებელია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არის რაღაცეები, რაშიც შეიძლება არ იყო მაინც და მაინც მაგარი, არ გამოგდიოდეს კარგად, ხოლო სხვა ადამიანს შეიძლება უკეთესად გამოსდიოდეს, ხოლო თქვენ შეიძლება არ გამოგდიოდეს მაინც და მაინც კარგად. ანუ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა ძლიერი მხარეები და რაღაცა სუსტი მხარეები და ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კარგად დაინახოთ და კარგად შეძლოთ მისი, ასე რომ ვთქვათ, რეალიზება და მისი დანახვა. ეს SWOT ანალიზს რო აკეთებენ ხოლმე რაღაცნა ესეთნაირად უნდა ჩაუტაროთ საკუთარ თავს, რომ რა არის თქვენი ძლიერი მხარეები, რა არის თქვენი სისუსტეები. ანუ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ გონიათ ხოლმე რაღაცა არც სისუსტეები აქვს, არც რაღაცა ისა და ყველაფერში მაგარი ადამიანი ვერ იქნება და ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა გადავიდეთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ან მე შემთხვევაში შემიჩნევი ადამიანებში, რომ ახასიათებთ რაღაცა ძალიან ქედმაღლური დამოკიდებულება, რაც ზუსტადაც რომ უკავშირის საპირისპირო არის და თუ ადამიანს აქვს რაღაც ესეთი მედიტური ან რაღაცა ქედმაღლური ხასიათში მიდრეკილება, მას რა თქმა უნდა არ ესიამონება უკავშირის მიღება ადამიანისგან, თუნდაც ექსპერტისგან ან რაღაცა ესეთი კომპეტენტური ადამიანისგან და ეწყინება, როდესაც რაღაცა რჩევას მიცე, მან თქვათ ეტყვი რომ რაღაცა ამაში კი კარგი ხარ, მაგრამ ეს ისა არ გივარგა რაღაცა ეს გამოსასწორებელი გაქვს. მაგრამ ეს აუცილებელია, მოკლედ პიროვნული განვითარებისთვის ამაზე ძალიან ბევრი ექსპერტი და წარმატებული ადამიანს თუ მოусმენთ, ზუსტად რომ ამას ამბობს, რომ უკავშირი არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი წინ წავიდეს და ინახოს თავისი სუსტეები და დაიწყოს მისი გამოსწორება. შესაბამისად, თქვენ შეიძლება თვლიდეთ, რომ ანუ ისე რომ არ მოგვივიდეს, როგორც თქვა ჯეოსტარის მაგალითში, რომ ფიქრობდეთ, რომ კარგად ვხერით და რეალურად რაღაცას პილოტ დაბიჯებულს გავდეს ჩვენი სიმღერა. ან რაღაცა შეიძლება ფიქრობდეთ, რომ კარგად გაყიდვა გვეხერხება და აქციითაც კი ვერ ვყიდეთ პროდუქტს. ხო, ეს არის მოკლედ ძირითადი საკითხები, რაზეც მინდოდა ამ ვიდეოში მესაუბრა, ცოტა მოკლე ვიდეო გამოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ეფექტურია, მით უმეტეს დღესდღეობით, ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარება ეს საკითხი ჩემი აზრით.
დაწერთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ საკითხზე. მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ეს გვერდი და დაალაიქოთ, რათა მეტმა ადამიანმა ნახოს ეს ვიდეო და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში აბა.